სამსახურში რომ ამ დროისთვის შენიშნეს ორი ლომი. ბოლოს ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს ვებხვი, რომელზეც იყო შემოსული ინფორმაცია. ასევე როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აფთარი მოკლეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. საერთო ჯამში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკმაოდ ბევრი ცხოველი არის დაკარგული ზოოპარკიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გარდაურჩა სტიქიას. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია შედის 112-ში, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. ასევე რამდენიმე დათვის დაძინება შეძლეს სპეციალური ჯგუფების წარმომადგენლებმა. მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ უბნებში გულისხმობ მელიქიშვილის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ვერას და მიმდებარე ტერიტორიებს. მთელი ღამის განმავლობაში როგორც სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა ნაწილი, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობდნენ აი ამ ინფორმაციების გადამოწმებას ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების შესახებ. როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით 40 წუთის წინ მათ ჯგუფებმა მიაგნეს ვებხვს, რომელიც მოკლეს და ბოლო ინფორმაცია მოგაწოდეთ ორი ლომის შესახებ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ გადამოწმებულა. საერთო ჯამში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, შესაძლოა ქალაქში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ნახეს დაახლოებით 7 მგელიც. ალბათ ეს დავით ქაშიაშვილია. და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ვნახოთ, როგორ გამოიყურება სვანაძის ქუჩა ამ დროისთვის. სტიქიამ სწორედ ეს უბანი დააზარალა განსაკუთრებით სამშობლო ოპერაცია ქუჩაზე დილამდე მიმდინარეობდა, ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო შტაბის წევრებიც, სადაც ქალაქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახტალაძე. ჩვენს ზოოპარკის ტერიტორიაზე შეუშვეს ასევე ჯარისკაცებიც ამ პროცესში ჩართვისთვის.